გამარჯობა, დღეს კვირაა 16 მარტი ეთერშია საბავშვო საინფორმაციო პროგრამა რიონულა. გაზაფხულმა ძალა მოიკრიბა და დედამიწა გოხტადმორთულ პატარძარს დაამსგავსა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბუნების გამოღვიძებას. ახლა მოკლედ იმ თემების შესახებ, რაზეც დღეს ნორჩმა ჟურნალისტებმა შეაჩერეს ყურადღება. მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების გადასვენება სამების საკათედრო ტაძარში. რა ვიცით წმინდანზე? ქალაქ სამტრედიის შუაგულში აგებული მე-20 საუკუნის უნიკალური საკათედრო ტაძარი, რომელიც დავით აღმაშენებლის სახელს ატარებს. ასევე ნახავთ სიუჟეტს, თუ რა დამოკიდებულება აქვს დღეს მოზარდ წიგნის მიმართ. რუბრიკას სტუმარი ფსიქოლოგ ქალბატონ ელეონორა ლოსაბერიძეს მასპინძლობს. შემოგთავაზებთ საინტერესო მასალას ქართული ოქრომჭედლობისა და მისი სათავეების შესახებ. ჩვენ კვლავ ეთერში ვართ, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სრულიად საქართველოს მოსახლეობის ყურადღება სამების საკათედრო ტაძრისკენაა მიმართული, სადაც ბერის მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებია გადასვენებული. ჩვენი კორესპონდენტი ნინო ხურციძე შეეცადა საინტერესო სიუჟეტი მოემზადებინა. რამდენიმე წლიანი ფიზიკური განშორების შემდეგ მართლმადიდებელი ერი ღირს მამა არქიმანდრიტ გაბრიელსა და სალოს მიეახლა და მისი მაკურთხეველი მარჯვნიდან ხილულად გადმოითხოვა ღვთის მიერ მშვიდობა და მადლი. ჯერ კიდევ გოდერძი ურგებაძე 1955 წელს ქუთაისის პეტრე-პავლეს ტაძარში დიაკვნად, ხოლო შემდეგ მოწამეთას მონასტერში ბერად აღიკვეცა. იგი დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს ოჯახში, სადაც მტკიცედ იყო აკრძალული ქრისტეს ხსენება, თუმცა ყოველთვის ახერხებდა მარხვასა და ლოცვას. მაშინაც კი, როცა ჯარში მსახურობდა. სიყრმიდანვე გამოირჩეოდა თანატოლი ბავშვებისაგანაც. ქვებით ეკლესიებს აშენებდა და შიგ ასანთის ღერებს ერდა. 1965 წლის 1 მაისს კომუნისტური აღლუმის დროს ლენინის პორტრეტი დაწვა. ამის გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დააწვინეს, სადაც აწამეს კიდეც. სიცოცხლის ბოლო დღემდე ის მცხეთის სამთავროს მონასტრის წინამძღვარი იყო. ბერის საფლავზე კი უამრავი სასწაული აღესრულა, ასევე მისი ზეთითა და უხრწნელი სისხლით. იწინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალება 3 დღით ადრე. სიცოცხლეში სასწაულებს ახდენდა, წინასწარმეტყველებდა, მრევლს ესაუბრებოდა, ასწავლიდა, ურჩევდა და დარიგებებს აძლევდა. მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების საბოლოო განსასვენებას მცხეთის სამთავრო მონასტრის სპეციალურ აკლდამაში დაიდებს, ხოლო იგი დღეს სრულიად საქართველოს მოსახლეობამ მოილოცა. და ეს უნახალესი გაბრიელ ბერის ვაწდი საქართველოსი. ერთმა რომ მაკურთხა და ის ვაწდი მარცა გიორგი ათონელისა, გაბრიელისა. ამ საინტერესო სიუჟეტის შემდეგ არანაკლებ საინტერესო თემით ვაგრძელებთ პროგრამას. ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი სამტრედიიდან მოგვითხრობს მე-20 საუკუნის უნიკალური ტაძრის შესახებ. ვნახოთ მარიამ თავაძის რეპორტაჟი. მართლმადიდებლობა ბერძნული სიტყვა, ნიშნავს მართალს, სწორხაზოვანს, თაყვანისცემას, რწმენას და ეწოდება იმ მიმართულებას, რომელიც ინახავს ქრისტიანულ სარწმუნოებასა და მოძღვრებას. დასაბამს მოციქულთა ხანიდან იღებს და საუკუნეების განმავლობაში ისტორიად ყალიბდება, რომელშიც შემონახულია ეკლესიებისა და ტაძრების დარბევა-განადგურებისა და აღმშენებლობის ფაქტები. საქართველოში უკანასკნელ პერიოდში უფლის შეწევნით 40-მდე ღვთისმსახლი აშენდა.
სამტრედიის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა 1990 წლის 9 ივლისს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა. პანას ტიპის კომპლექსის აგება 10 საუკუნის წინანდელი მეთოდით მიმდინარეობდა. 2011 წლის 3 ნოემბერს ხონი სამტრედიის ეპარქიის აღდგენის მე-14 წლის თავთან დაკავშირებით დასრულებული ტაძარი ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ აკურთხა, ხოლო პირველი წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. საკათედრო კომპლექსი პარამეტრებით მასშტაბურია. მასში გამოყენებულია იშვიათი, უნიკალური ქვა და თითქმის ყველა ქართული ისტორიული ტაძრის ჩუქურთმის ფრაგმენტი. იატაკი ათონის მთის, ივერონის მონასტრის ფიგურებს იმეორებს. ამ ტაძრის მშენებლობა სამტრედიაში ზვიად ძიძიგურის თაოსნობით დაიწყო. როგორც მოგეხსენებათ, ტაძარი შენდებოდა შემოწირულობებით. მამაოები დადიოდნენ თავის მრევლთან ერთად ქალაქში, აკურთხებდნენ ოჯახებს, ქუჩებს, აგროვებდნენ შემოწირულობებს და ახმარდნენ ეკლესიას. აქ მუშაობდნენ მოხალისე ჯგუფები, იქმნებოდა რამოდენიმე ადამიანისგან, რომელიც მშენებლებს ეხმარებოდა მშენებლობაში. უდავოდ დასაფასებელი არქიტექტორ რევაზ ჯანაშიას ღვაწლი ამ ეკლესიის მშენებლობაში. აქ არიან თვითნასწავლი მეჩუქურთმეები, რომლებიც ისე დახელოვნდნენ, რომ შემდეგ სხვადასხვა ტაძრებში მიიწვიეს სამუშაოდ და მათ შორის იერუსალიმშიც. ვიმედოვნებ, რომ წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელობის სამტრედიის საკათედრო ტაძარი ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისა და აღორძინების სიმბოლოდ იქცევა. ვილოცოთ საქართველოსათვის. შევიდეს სახლსა შინა, თაყვანივცე ტაძარსა, წმინდასა შენსა, შიშითა შენითა ამინ. ორი ათეული წლის წინ ცოდნის მიღების ერთადერთ წყაროს წიგნი სახელდებოდა. დროთა განმავლობაში ტექნოლოგიების განვითარებამ ცოდნის მიღების მრავალი ალტერნატივა შექმნა. ვნახოთ თუ რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით მარიამ ძოძუაშვილი. ყველგან მთავარი განკითხვის თემა წიგნი და მოზარდია, როცა წიგნი მართლა მიეცა დავიწყებას. ამ კითხვაზე პასუხი ყველას თავისებური აქვს, მაგრამ აზრ და სხვადასხვაობის მიუხედავად, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ის არ არის ისეთი აქტუალური, როგორც თანამედროვე სამყაროში გამოყენებადი ტექნოლოგიები. მკითხველი პერსონაჟი ამოიცნობს საკუთარ თავს, გაიობებს ხალხურ სამყაროში და ამავდროულად მისი ინტელექტიც იქნება უფრო სასიამოვნო და დამაინტერესებელი ფანტაზიით გაშღერებული. სულ რაღაც 5 წლის წინ მოზარდები ერთმანეთისთვის საუკეთესო საჩუქრად წიგნს მიიჩნევდნენ. მშობლები თავის მხრივ ცდილობდნენ საბავშვო ბიბლიოთეკა გაემდიდრებინათ და საკუთარი შვილისთვის შეეყვარებინათ კითხვა. დღეს ბევრმა ისიც არ იცის, რომ არსებობდნენ შესანიშნავი მწერლები, რომელთა შემოქმედებაზე თაობები აღიზარდნენ. ჩვენ დროს 21 საუკუნეში მოზარდების ტვინში ორთაბრძოლა იმართება წიგნსა და კომპიუტერს შორის. შეიძლება ითქვას ისიც, რომ ტექნოლოგიის ვირტუალურ სამყაროში მთლიანად გადაეშვა ახალგაზრდობა. დღევანდელი მოსწავლის უმეტესობა ქართველი მწერლების შემოქმედებასაც იმდენად იცნობს, რამდენადაც სკოლაში ისწავლის, ანუ სავალდებულო სასკოლო პროგრამის ფარგლებში. რაც ოდნით იარაღდება ჩვენი მომავალი თაობა და რა განათლებით მიდის უმაღლეს სასწავლებელში. ქვეყანა უწიგნოთ, როგორ გესმით ეს სიტყვები? ქვეყანა უწიგნოთ ჩემთვის იგივეა, რაც ქვეყანა ვირტუალურ სამყაროში, სადაც არ არსებობს არანაირი წიგნი და რომ არ არსებობდეს წიგნი, ვერ ვიმოგზაურებდი ზღაპრულ სამყაროში. რა დამოკიდებულება გაქვთ წიგნთან და ჩაანაცვლა თუ არა ის 21 საუკუნეში კომპიუტერის ვირტუალურმა სამყარომ? წიგნთან მაქვს კარგი დამოკიდებულება, ჩემი აზრით ჩაანაცვლა, რადგან როდესაც მე-20 საუკუნეში, როდესაც ბავშვს ჰქონდა თავისუფალი დრო, ის კითხულობდა წიგნს, ხოლო 21 საუკუნეში, ანუ დღეს ჩვენ თავისუფალ დროს ვატარებთ კომპიუტერთან და 21 საუკუნის თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ქვეყანა უწიგნოთ ისე ვერ გაცნობს, როგორც თევზი უწყლოდ. წარმოვიდგინოთ სამყარო ჟიულ ვერნის, შექსპირის, მარკ ტვენის და სხვა კლასიკოსების გარეშე. დედამიწა განადგურდებოდა. ადამიანებს დაუქვეითდებოდათ ფანტაზიის უნარი და ვერ გაფრინდებოდნენ იქ, სადაც კაპიტანი ნემო მოგზაურობდა. შეუძლებელი იქნებოდა უთავო მხედარის დანახვა, რომელიც წყუდიათში დინჯად ატარებდა ცხენს. წიგნი დაგვავიწყებს ყველა დარდს, გაგვაღიმებს, აგვადგინებს. ჯერა რომ მოზარდი გამოასწორებს დაშვებულ შეცდომას.
შემდეგი სიუჟეტი იმ პრობლემურ საკითხს შეეხება, რაც მოზარდის გარდატეხის ასაკს ახლავს. თან ჩვენი კორესპონდენტი ლიკა მარგველაშვილი დღეს ფსიქოლოგ ქალბატონ ელეონორა ლოსაბერიძეს მასპინძლობს. მშობლებით და მასწავლებლებით მოზარდთან ურთიერთობის ყველაზე რთულ პერიოდად გარდატეხის ასაკს მიიჩნევენ. ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ გარდატეხის ასაკში, რომელსაც მედიცინაში პუბერტატულ პერიოდს უწოდებენ, მოზარდს ყველაზე მეტად გარშემომყოფი ზრდასრული ადამიანების დახმარება სჭირდება. ახლა კი ცოტა რამ პუბერტატული პერიოდის შესახებ. გარდატეხის ასაკი ინდივიდუალურია. საზოგადოდ ეს ეტაპი 12-13-დან 15-18 წლამდე პერიოდს მოიცავს. არის შემთხვევები, როცა მოზარდი ნაადრევად იწყებს მომწიფებას. შესაბამისად, გარდატეხის ასაკიც ნაადრევად იწყება. ამ დროს მოზარდს სურს თვითრეალიზაცია მოახდინოს, როგორც დამოუკიდებელმა, ძლიერმა და დიდმა ადამიანმა. ამ დროს მხოლოდ წმინდა ფსიქოლოგიური პრობლემები როდი იჩენს თავს. ორგანიზმში მიმდინარე რთული ანატომიურ-ფუნქციური ცვლილებები მოზარდის ფიზიკურ მდგომარეობასაც აისახება. ასევე პუბერტატულ პერიოდში ხშირად ტკივილი გულის არეში, არც თუ იშვიათად გულის ფუნქციური ცვლილებებიც ახლავს. იმის გასარკვევად თუ რას ფიქრობენ ფსიქოლოგები ყოველივე ამის შესახებ, სტუმრად ქალბატონი ელეონორა ლოსაბერიძე მოვიწვიეთ. ქალბატონო ელეონორა, რა პროცესები ვითარდება მოზარდის ორგანიზმში ამ პერიოდში და როგორ უნდა მოიხსნიან მშობლები და გარშემომყოფები? გარდატეხის პერიოდში, აი სწორედ ამ ყველაზე ფაქის პერიოდში ხდება ისეთი რამ, რომ თანატოლების აზრი არის მნიშვნელოვანი, თანატოლების თითეული კომენტარი არის ყურადღების მისაქცევი. თითქოს და გარე სამყარო ძალიან პრეტენზიულია მის მიმართ. მას ესე გონია. ამ დროს ხდება უდიდესი ცვლილებები ბავშვი და თვითონ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და ამის შემდეგ ძალიან კარგ შედეგს ღებულობთ. მშობლები შვილებს ვერ უგებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი მათაც აქვთ გავლილი. როგორ უნდა დაარიგოს მშობელმა შვილი ისე, რომ მისი გაღიზიანება არ გამოიწვიოს? სასურველია, თბილი მიდგომა და ხშირად არის გავრცელებული ესეთი აზრი, რადგანაც უფროსი ამბობს, რადგანაც მშობელი ამბობს, ეს არის მისაღები. ხშირად ცდებიან ისინიც ხომ ჩვენ არ ვიცით ხო როგორ გარემოში იყვნენ ისინი და როგორი გადაწყვეტილებაც მიიღეს მათ. ამიტომ სასურველია ბავშვმა მიიღოს ამ დროს ისედაც ცდილობს თითეული ბავშვი რომ პრეტენზია აქვს დიდობისაკენ, მას უნდა მისი მეგანა ვითაროს, ის დამოუკიდებლად ღებულობს ლიტერატურას. არის ხშირად შემთხვევები რომ თუნდაც პედაგოგიან მშობელი ეუბნება რომ ესა თუ ის ლიტერატურა გაეცანი და წაიკითხე და რაღაც. ერთი რჩევა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ ყველას რომ თანაგანცთა გამოვიწვიოთ მსმენელსა და თვითონ იმ პიროვნებას შორის და ამ დროს უფრო გულისხმიერი გამოდის რჩევა და შედეგამდეც მივდივართ. დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის. იმედია მოგეწონათ ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციები. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. და მეთანხმებით რომ საკითხი მართლაც პრობლემატურია. ახლა მოდით ერთად გავიგოთ თუ რა ხანას მოიცავს ქართული ოქრომჭედლობის პერიოდი. ამ საინტერესო სიუჟეტის ირგვლივ მარიტა კეპულაძე გვესაუბრება. სიტყვა სამკაული ძვირფასი მეტალისაგან დამზადებულნი ქვია, რომელსაც ქალბატონები სამშვენისად იყენებენ. ჩემი ასაკის გოგონებისთვის ხშირად მოუჭრია თვალი ლამაზ და ორიგინალურ საიუველირო ნივთს. საქართველო კი თურმე ძვირფასი ლითონის დამუშავების ერთ-ერთ უძველეს სამშობლოდ ითვლება მსოფლიოში. ჩვენი მიწისწიაღი მდიდარია მადნეული რესურსით, ხოლო არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები მოწმობენ, რომ ოქროს ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მესამე ათასწლეულში ამუშავებდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთი ფურცლიდან დამზადებული სადიონებით შემკული თასი, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის შედევრია. კახეთში ალაზნის ველზე ერთ-ერთ გორასამარხში აგრეთვე აღმოჩენილია ძვირფასი მეტალისაგან დამზადებული მცირე ზომის ლომის ქანდაკება, რომელიც თრიალეთის კულტურის წინარე ხანას მიეკუთვნება.
მე-11 საუკუნეები ერთიანი ფეოდალურ საქართველოს ოქროს ხანად ითვლება. ამ პერიოდში ქართული ეკლესიების კედლებზე შემონახული ფრესკები ადასტურებენ იმ დროისთვის სამკაულის წარმოების არსებობას. მათ შორის აღსანიშნავია თამარ მეფის სადაო პრეტენზიო გულსაკიდი ჯვარი, რომელიც შემკულია 5 ბრტყელი ლალით, 4 დაწახნაგებული ზურმუხტითა და 6 მარგალიტით. ჯვრის უკანა პირზე გამოყვანილი ასომთავრული წარწერა გვამცნობს, რომ მისი მფლობელი მეფე თამარი იყო. ქართული ოქრომჭედლობა ისეთივე ძველია, როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორია, თუმცა დღესაც მრავლადაა ისეთი მიწებით, რომლებიც მდიდარია ძვირფასი ლითონის შემცველი ნედლეულით, რომლის მოპოვებისა და დამუშავების შემდეგ კვლავ იქნება ოქროს სამკაულის უნიკალური ნიმუშები. ასეთი იყო 16 მარტის რიონულას საინფორმაციო გამოშვება. თქვენთვის სტუდიაში თედო მესხი მუშაობდი, იმედია შეგიქმენით კარგი განწყობა მომავალ შეხვედრამდე.